ირაკლი საუზმე უკვე მზად არის. მე ვერ მოვასწრებ მარიკა რა ვერ მოვასწრებ ძალიან მეჩქარება რა ეს რა მაგარი რამე არის ირაკლი ხარა შენ სულ გეჩქარება ორი კვირა არ გისაუზმია სახლში ყველა ვაკეთებ ამ საუზმეს ორი კვირა რაც მოვიფიქრე ძები მე რა მოვიფიქრე არაფერი ორი კვირა რაც მეჩქარება თქვა მის თქვა მინდოდა ირაკლი იცი რა მაინტერესებს აი მანქანა ყავს ძღოლი ყავს და სულ მაინც რატო გაგვიანდება და გეჩქარება იმიტომ რომ ეს ძღოლი იმ შიშორეზე აჩერებს მანქანას რომ იქ კიდე ერთი მანქანა მინდა რომ იქამდე მიმიყვანოს ფეგურა და რა გავაკეთე მიცხრა და მაცალე მაცალე გამარჯობა ირაკლი გამარჯობა გენცვალე მოდი დროზე აი ამირანი მშიერი იქნება აჭამე ისაუზმე რა უგემრიელეს ისაუზმე გააკეთე არა მეჩქარება ქალბატონო მარიკა მეჩქარება ირაკლი საქმე მაქვს შენთან რა მოიცვა რა თქვი გეჩქარება ამასაც მოვფიქრები აჰა კარგი და საქმე გაქვს ეს შენ ხო ეხლა რაღაც დიდი გრანდიოზული სამშენებლო ობიექტი ჩამაბარის მე მეჩქარება მე ხო და მე ჩემზე ერთგულ ადამიანს სადიშო დამაწყებინე რა მუშაობა მუშაობ? არა რა მუშაობ. პროზევით. პრარაბად? არა, პროზევით რა. მომარაგების უფროსად? ზევით რა. კიდე ზევით, რაღაც გინდა ჩემი დახმარება მოვა 2013 წელი და არჩევნების გზით მოაგვარე ეგ საქმე რა გიყვე. ზევით. კარგი რა რა მოგივიდა შევერ მიხვდი ეხლა ვითომ. არქიტექტორად, ან მშენებლობის უფროსად, ან რამე ეგეთი რა. არქიტექტორად ან მშენებლობის უფროსად. აჰა, კარგია. მომისმინე ამირან, აქ საუბარია გამოცდილ კადრებზე. მე ჩემზე გამოცდილი ირა. კარგი, შენზე გამოცდილი? რა გახაშენებული? არა, აშენება არა, მე უფრო ძილითადად მიშენება. მიშენებაზე ვმუშაობ და მე ერთი-ორი დაშენებაც მაქვს. დაანგრევაც, მოსპობაც, განადგურებაც. აი, ეხლა შენ ახალი დაწყებული გაქვს მუშაობა მერიაში. მერიაში წადი იკითხე, ჩემი მიშენებების ამბავი იმათო უფრო კარგად იცი. რატო? საიდან იციან? საიდან იციან და რაც მაგათ ჩემი მიშენების დაანგრევაზე აქვს ნაწყვალები, ისეთი მყარი, ესეთი მიშენებები მქონდა. მაგათზე უკეთესად ვინ იცის ეხლა ჩემი ხელობის ხარისხი, რას ლაპარაკი. აჰა. რა არის, ხამასობაში ხო ისაუზმები? არა, მარიკა, მე ხო იცი, ვევჭამ სწრაფად შენ გაკეთებულ საჭმელებს ნელ-ნელა ვჭამ, ნელ-ნელა და მაგვიანდება უნდა გავიქცე. ეს ირაკლი. არა მე ხლა ფულზეც დაგველაპარაკა რა. რა ფულზე გაც? რა ხელო ობიექტი ჩამაბარე ხლა, არ უნდა ვიცოდე ხელფას რამდენს მიხდი. აჰა, ჩაგაბარე უკვე. აბარაკი, ჩაგაბარე. კარგი, მაშინ როგორ ვქნათ, იცი, მშენებლობაზე აბრა ჩამოვიდეთ. კი ბატონო. ჩამოვიდოთ ასეთი აბრა და ზედ დავაწეროთ რომ აქ შენდება ეს და ეს, მშენებლობას აწარმოებს ქალაქ თბილისის მერია. ხო, მშენებლობა დასრულდება 2012-ში, რო არ მოგატყუოთ 2013-ში. და მე მივყვეთ ასე, რო არ მოგატყუოთ 2014-ში, რო არ მოგატყუოთ 2015-ში, რო არ მოგატყუოთ 2016-ში, რო არ მოგატყუოთ 2017-ში, 2018-ში. კარგია, აქ ვერგულია. შენც როგორ გაგყოფ არსად არ გეჩქარება. ყველა მოდით ახლა. რას ლაპარაკობ? მოიცა შენცი ადრე მე მეჩქარებოდა. კაცო, ვიდი. ლაშა. ეს რა გამიკეთე ლაშა? რა გამიკეთე? რადა? კეთევანის გაზეთში, ჟურნალში. ჩემზე ინტერვიუ რო გამოაჭენე, სტატია. დღეს დაინტერესდა სხვების და დღეს უკვე სამ გაზეთში დაწერეს ჩემზე. მე ცუდია ეგ, პოპულარული გახდები ვახო. მოიცა ერთი რა. მე ისე ხო იცი, დღეს ქუჩაში მიცნეს უკვე. ო, ეზოში რომ შემოვიდი, მათეს გაეხარდა ისე.
ეხა პოპულარული კაცი ხარ რომ მეუბნება, ხო და ადრე თუ 20 თეთრს მთხოვდა, დღეს 2 ლიტრიანი ლუდი მაყიდინა. ხედავ? კარგია მე, კარგი. პოპულარული გახდები, ერს უყვარხარ, მე თავშიც აგივარდება და ეგა არა. გითხარი მე შენ გარკვევით მოიცა რა თქო? მოიცარა. ვა. კიდე ეს მინდოდა ლაშა ეხლა მე, ჰა? ჩემი საფიქრალი მაქვს მე 1000. ოჰო, რა გაქვს საფიქრალი? ანა. ჩემი შვილი ჩამოდის. ჩამოდის თუ ჩნდება? ჩნდება ხო, მაგრამ სხვა რაღაცას გეუბნებოდი რა. სვეტამ დამირეკა. ხო და? ვალოჯას უშვებს ჩემთან. ხედავ, აი პოპულარული ხდები უკვე, გახდი პოპულარული და ბავშვებს გიგზავნიან. არ მინდა ეს გატკეპნილი იუმორი. კი ბატონო. გეუბნები მე შენ რამდენი ხანია ბავშვი არ მინახავს. ხო. ურთიერთობა მინდა შვილთან ახლა. ის ხო არ არის? ხო და აი, ჩამოვა 1-2 კვირა აქ მეყოლება ჩემთან. ო, დღეს ხარკოვის რეისით მოფრინავს, აბა. აბა. ხედავ რა დრო დადგა. ბიჭი ჩამოგდის. აბა. აბა. მაგრამ მეშინია ლაშათან. რა? მეშინი ახლა რა ვიცი ხო იცი თამარი რო ორსულათა რაღაცა და როგორ მიიღებს ამ ამბავს არ ინერვიულოს თქო რა ხო ვახო მე მაქვს ერთი იდეა და დაგეხმარები თუ გინდა აბა მითი მოდი ასე ვკრათ ვალოდია იყოს ჩემთან ხო თამარი იყოს შენთან და აქეთ არ გამოუშვა დავით მე მაწყობს ეს მეც ვარ რა რას გისმენ რას დაგიდექი აქ წავედი ახლა მე აეროპორტში ხო თამარმა თუ მიკითხოს იცოდი არ გინახი ვარ კარგი ბახნა ხარწეხა ხო გეძებდით ბაიმე იუზამ და ამირეკა ისეთი გახარებული იყო ისეთი გახარებული ვახუნას ინტერვიუ სტატია ვნახე გაზეთშიო და თვალი შუბლზე ამივიდა ისე გამიხარდა მეთქი იუზა რა არის რანაირი იუმორი გაგთქო ხო ქეთევანი სამსახურშია გახლავთ ხო ძმარი მინდა კი ბატონო ოია არ უთხრა რა გთხოვ თამარს არ უთხრა ეხლა სად მივდივარ მაგრამ აი რა უთხრა არ ვიცი მე გეტყვი იცი რა მიდი სამსახურში მივდივარ თქო საგადასახადოა შემოსული და უნდა წავიდე თქო კარგია ეგ ხო ეგ კარგია გაი მიდი ბახნა ხო წამოდი ახლა მომეხმარე სადილის გაკეთებაში მივდივარ სად მიდიხარ სამსახურში აბა ვისვენებ დღესო ის ეხლა არ გინდა არ თქვა რომ ეს გადასახადოა შემოსულიო და უნდა წავიდეო სამსახურში ეგ არ გინდა მაგის თქმა რა წამოდი ახლა თუ მოდიხარ მივდიოდი სად მიდიხარ იქ აი რა ქვია იმას რა ქვია აბა რა ქვია ჩემთან წააგო რაღაც ნიძლავი დავდეთ ხო და ლუდი წააგო ჩემთან მაღაზიაში ჩაირბეს ამოიტანს და გეხმარება მე აბა როგორ წავაგეთ ამ როგორ წავაგე ხო წააგე ლუდი ხო აბა რა ლუდი წავაგე კარგი ოღონდ როგორი რაღაც არის ეხლა იცი აქ არ იყიდება ეგ ვარკეთილს უნდა გაცდე ხო მე მარჯვნივარი ესე ასახვე გადასახვე კი იული ცოტა სიგმინებიანი შენობა კი დიდი და აი იქ იყიდება იქიდან მინდა რომ მომიტან კარგი იქიდან მოგიტან ახლა არ ვიცი მე ნახევარსაათში იყავი სახლში კი მოუტან და ნუ ნახევარს რა კარგი ბუფეტი გვაქვს მერი რა კარგი ბუფეტი გვაქვს ამ სამსახურში რა გაგიჟებული ვარ რა რაც გინდა ჭამე რამდენიც გინდა ჭამე არის შებრები არ სუქთები ჩახვალ რაღაცას აიგებ არ მოგეწოლება ვერ შეჭამ მოდიხარ მშიერი არა ჩვეულებრივი ბუფეტია უკაცრავად ბატონო ირაკლი დღეს ვერაფერი ვერ წამოვიღე სახლიდან ინვესტორები რეკავენ თავარ არქიტექტორთან უნდა შეხვედრა თქვენ კიდე ჯერ არც კი გყავთ არჩეული მთავარი არქიტექტორი რა ვქნა მე არც ერთს არ ქონდა სათანადო გამოცდილება რა გავაკეთე მითხარი აბა შენ იცი არ ინერვიულო კაცო იმასთან შევდივარ ეხა ოთახში კაბინეტში ყველაფერი კარგად არის ჩაცვალე რომ სამსახური ნაშოვნი გაი მოგენაცვალე ბატონო ირაკლი რა კარგი კაცია ჩვენი ახალი არქიტექტორი ვინ ახალი არქიტექტორი ალეკო მგელაძე არაჩვეულებრივი კაცია შევპირდი ახლა და უარს ვნუბეთყვით რა შეპირდი მე რა შუაში ვარ არ გინდათ ეხა გაკვირვებული სახით ყურება ხო ვიცი რომ არქიტექტორი გჭირდებათ
კი, გჭირდება არქიტექტორი, როგორ არ მჭირდება, მაგრამ მე თვითონ შევარჩევ რა. ხო და თუ თქვენ თვითონ შეერჩევთ, აგერ არის სია და ამოირჩიეთ ვინც გინდათ. ეს 35 კაცია მარტო თუ კიდე ყავს ვინმე? რა ვქნა, დიდი გვარია ჩემი გვარი. თან ყველა მგელაძეა. ხო, კი, ბევრნი ვართ გელაძეები. ძალიან კარგი. თან ყველა ნიჭიერი. აი, ამანაც იცის ჩემი გვარის შესახებ. აქ ერთი გვარი ვნახე, მე სხვა ნახე, ბარამიძე. ეგ არ არის ჩემი ნათესავი, თუ გინდათ ეგ აირჩიეთ. ბარამიძე ამის ბიძაშვილის ქმარია, არ გახსოვთ? ძღოლად რო გეხვეწებოდათ აიყვან. არ მინდა რომ სამსახურში ვინმე ნაცნობობით მოვაწყო. ხო და მაგიტომ მოგეცით ესია ჩემი ნათესავების და არა თქვენი ნაცნობობის. მაინც არ თქვენ ვინმე რომ ირაკლი ჩხეიძე სამსახური თავისი ნაცნობებით გაავსო. არც ჩემი ნათესავი მინდა და არც ვისი. კარგით რა, ახლა მე და თქვენ მაინც ვიცით რომ ნათესავი მოიყვანეთ სამსახურში. ვინ ნათესავი მოვიყვანე? ვინდა მერი. რას ლაპარაკობ, რა სისულელია, მე არ არის ჩემი ნათესავი. აბა რა ძალა გედგა შედალოჩვილო ამის მოყანიზე და სამაჯური გიკეთია შენ გენაცალე რა. ნოდარ ძალიან გთხოვ რა, ამ თემაზე ჩემ კაბინეტში საუბარი მორჩეს. ძალიან გთხოვ. კი, მაგრამ იცოდეთ რომ მე და თქვენ ნათესავები გამოვდივართ. სხვა მხრიდან გიტევთ ბატონო ირაკლი. ბიჭოლა მყავდა მხეიძის ქალი. მე ჩხეიძე ვარ. რამ გაყვეხა მხეიძე, ჩხეიძე ორივე ერთია, იმერლები არიან ორივე. არ მინდა ვიყავს მე არქიტექტორი. არაჩვეულებრივი არქიტექტორი ვიყავს ის პეტოს და ეკა. ესპანეთში მუშაობდა არაჩვეულებრივი არქიტექტორია. აღარ მჭირდება არქიტექტორი. დავამტკიცე. მომეც ხელი მოვაწერო. შეადგინა და მოვაწერ ხელს. სანამ მერიაში ნაცნობების მოყვანას არ მოეღება, ბოლო მანამდე არაფერი გვეშველება ჩვენ. წავედი ახლა იქნება ბუღალტერიაში ჭირდებოდეთ ინგლისური ვწოდე და ალეკოზე უნდა ვიპროტეჟო რამე. კარგი, ხომისმი ხარ. შენ დაურეკე იმ ინვესტორს. დავის რა ქვია, მე დაურეკავ ეკას. საღამოს შევახვედრებ ერთმანეთს, დავამტკიცებ და ყველაფერი კარგად იქნება, გამიშ დაურეკო ეკას. სად მიდიხართ? აქედან დაურეკე. უიმე სუამირია ჭკუა იმან რა. მაკა, მართლა არაფერი არ გინდა, ჰა? არა, ძალიან მალე ვიმატებ წონაში და ზურას კიდე არ მოსწონს სუქანი გოგოები. მაგრამ ზურას ისედაც არ მოუწონვარ. ატა, გისმენთ? მომიტანე ერთი ჭიქა ცივი ყავა ნაყინით, ერთი დიდი ნაჭერი შოკოლადის ტორტი და დანარჩენს მე მომიფიქრებ. კარგი. ოჩახა ეს მომწონს ახლავე მოგიტან ყველაფერს. ოჩახ. მაკა როგორ ხარ? კარგად, შენ? აი მე არ ვიცი, თელი ღამე არ მეძინა, ეხლა გავიღვიძე. ცალკე დათომ წერდა მესიჯებს, ცალკე შენი ზურა. მე დავიღალე ერთნაირი პასუხების გაცემით და ერთმანეთის მესიჯებს უგზავნიდი. სხვათა შორის გავუგეს ერთმანეთს. ზურა მეც მთელი ღამე მე მესიჯებოდა ხოლმე, მაგრამ ეტყობა მოეწონე. იცი მეც მასე ვფიქრობ, აბა ისე რატომ მომწერდა მომწოხარო. ხო. იცი რატომ მოწონხარ? შენში ჩემ თავს ხედავს. ხო? ხო. აბა, მოვიდა. ტორტი, ცივი ყავა, მოვიდა, აბა, გაზე საუბრობთ გოგონებო. ატა, ეხლა ვეუბნებოდი ეკას რომ ზურას იმიტომ მოწონხარ რომ მე და შენ ერთმანეთს გავართმეთ კიდე, ხო, გავართმე და ეკა ერთმანეთს. ხო, გავხართ, როგორ არ გავხართ კაცო? გავხართ, იცი როგორ გავხართ? ეს ტორტი რომელმა შემიკვეთეთ? შენ მაკა თუ შენ მაკა? ჰა? აი, ბოცა ბიჭია ეს ზურა. ძალიან შემაწუხა და არ ვიცი რა გავაკეთო, რომ თავი დამანებოს. მე გეტყვი რაც უნდა გააკეთო. მოდი მე მივალ, დაველაპარაკები კაცურად, რაიგე მაგას. ხო და მე თავს დაგანებებს. ხო გახსოვს ერთ ბიჭი რო გაწუხებდა ვიღაცა და რომ მივიდა რომ დაველაპარაკე, რა როგორ რაღაცა. ის კარგად მახსოვს, მაგის მე მარტო მარჯვენა პროფილი რო გაქვს კარგი. ოჩახ, კარგი მაშინ, აბა ეკას მაკას კითხე მაშინ. მაკაზე კარგად ვიცი როგორ უნდა დაშორდეს ზურას, არა? ატა. კარგი რა იყო ეხლა მაკა რა გეწყინა, შენზე კი არ ვთქვი, იმაზე ვთქვი, კაცო, რა ქვია იმაზე? მაკაზე ვთქვი რა, შენზე კი არ მეთქვია, ხო? კარგი წავალ მოგიტან დანარჩენსაც რაც შემიკვეთე, ხო? უი, მართლა რა გამახსენდა, რა ვიფიქრე ეხლა? რა თქვი წეღან როგორი გოგოები არ უყვარსო ზურასო? სუქანი, აი, მოვიფიქრე როგორ უნდა მოიშორო ზურა თავიდან. ხო. საღამომდე უნდა გავსუქდე, ხო ბადა? საღამომდე კი არ უნდა გასუქდე. უნდა უთხრა რომ ვითომ ბევრი ჭამა გიყვარს, გაიგე და მალე იმატებ წონაში რა. ხო და დაგანებებს ალბათ თავს, რა ვიცი. ხო, მართლა ეგრე უნდა უთხრა. ოღონდ მე ზურას ვეღარ ვნახავ. იმიტომ რომ შენ ჩვენი ერთადერთი დამაკავშირებელი ძაფი ხარ ეგ.
როგორ არის ვალოდია? რა ვიცი, აი, ჩაეძინა რა, დაღლილიყო გზავრობისგან და ხო დაწვა თუ არა დაეძინა ეგრე. ხო. თამარი რა შვება, სად არის? აქვევით არიან. თალიკოს ელაპარაკებიან და იცინიან. ჯერ იცინიან. ძანკა, ესე იგი ჯერ კიდე გვაქვს დრო, რამე მოვიფიქროთ. კი, მაგრამ გვაქვს არა, გაქვს. თამარმა თუ ნახა ვალოდია, ისე უცბად უნდა უთხრა შენ რომ სვეტ არ ჩამოსულა, რომ სილის გატმა ვერ მოასწროს. მოიცა რა ეხლა, ისე კი არ გაბრაზდება თამარი მართლა. ხო, მაგრამ რო გაბრაზდეს? რა უკენ ახლა მე მოვკიდე ბავშვს და წავიყვან დედაჩემთან რა. მართალი ისე შენი ბარგიც კონდეს ჩალაგებული. მაინც ვიცი დაგჭირდება. შენ მომისმინე ახლა თუ მეხმარები დამეხმარე და თუ სამაიმუნოთ ხარ აქ მოსული, მაშინ წავდი. ნე, ჩემი სახლია ეს. მაშინ ისე იმაიმუნე, რომ მე ხელი არ შემიშალო. აჰა. აბა, გავირეპეტიციოთ. თამარ, ჩემო ძვირფასო. მადლობა. თამარ, ჩემო ძვირფასო. დღეს ხარკოვიდან ჩამოვიდა ჩემი შვილი. ვახო, მომისმინე, ასე ხო არ ჯობია რომ უთხრა. თამარ, ხარკოვიდან ჩამოვიდა ჩვენი მომავალი შვილის ძმა. ნახე როგორი თბილია უფრო. შენ ახლა მაიმუნობ. მაგრამ ესე კარგი აზრია, ეგ არ არის ცუდი. კი. აბა, ჰემი. აბა? რა სიტყვი თამარ? იდა სიტყვი თამარ. იზე წარმოვიდგინე ახლა რა სიტყვის თამარი და კიდევ კარგი ვალოდიას ქართული არ ესმის. მეც ახლა ვდგევარ აქ და გისმენ რა, გავალ ბავშვს დავხედავ. იცოდე თამარი თუ ამოვიდა, იქ არ შემოუჩვა რა. არ შეიძლება შემოვიდეს ხო? კაი. ზღაპარში მაცხოვრებენ რა, ზღაპარში. ბავშვი უნდა დავიცვა ბოროტი დედინაცვლისგან. აი მე ზარ მაგარი, ხო ზარ მაგარი. ძალიან შენ გაიხარე რა, კარგად მაცინე. ძალიან ბევრი ვიცინე. მე შინია რამე არ მეწყინოს. რა უნდა გეწყინოს? რა უნდა გეწყინოს თავი, რა უნდა გეწყინოს ისე ცხელა. უფ. ნეტა რა უნდა ეწყინოს? მახუნა სად არის? სახლშია. სახლშია? კი. რასაკეთებს? რასაკეთებს და სიურპრიზი აქვს შენთვის. რა სიურპრიზი აქვს? როდის მოასწრო? როდის და ასე 10-11 წლის წინ. აი მე რა მოკლედ ეს ბიჭი რა არ მოусმინო ამას ეთყობა ჭამის დრო გადაუწდა და რაღაცებს ბოდიალობს. შინგინაცვალე, შინგინა. აი მე ვახუნა არ ვიცი, მაგრამ მე მაქვს ვახუნასთვის სიურპრიზი. აი მე რა სიურპრიზი მიდი თქვი. არ თქვა. რა შენ თავს პიცავა. რა კეთინო და მიდე ვახუნა იმ დღეს რაღაცებს ლაპარაკობთ და ესე აღმოხდა თქვა რომ ჩემი შვილი მენატრება ვალოდიაო და ცა გულზე მომხდა. ეხლა დავაფასე ხლა მეც ამ მდგომარეობაში. მაინც ახლა მამიშულები იქნება. რაც არ გამოდის ესეთი მტრობა და მოვძებნე Facebook-ში სვეტა გალბატონი. ხო. ნუ ეხლა რა დამიჯდა ეს, რა დამიჯდა ხო? ხო და ვუთხარი რომ ბავშვი გამოაგზავნე საქართველოში. მეთქი მამასთან თქვა. ხა უნდა ნახოს მამა, უნდა კონდეს ურთიერთობა. ოღონდ არ წამოგწდეს მე რო გითხარი თქო და მე რო ვაკეთებ ამას. მე ხო ეს მე ძალიან მალე ჩამოვა ვალოდი. ვაიმე რა კარგი გოგო ხარ, ადამიანი და პიროვნება ხარ. არა შენ მართლა ზღაპარში ცხოვრობთ. ისე სრულდება ისე კეთილად რა ვიცი. ჩიში ბრა მიხარია. მოემზადე ეკამოდის ზურა. მოემზადე. ხო, კარგია ეგრე. მოიცა არ მოემზადო, მოიცა. მოემზადე, მოემზადე. მოემზადე კარგად დაჭიქე. ხანერე არა მოიცა არ მოემზადო. მოემზადე მოდის ზურა, მოემზადე არ მოემზადო, მოიცადე რა არის. ყველა ამას გავს რა ნეიბუჭე. რა უბედურე. მოემზადე, მოემზადე დაჭიქე. ზურა. როგორ ახალ მა? კარგად შე? აღავი დაჭიქე. გავზანდი. ზურა რას მიირთმევთ? მე ყავა მომიტანა და შენ რა გინდა? მე ცოტა ხნის წინ ვიბახში, ამიტომ ბევრი არაფერი მინდა. მოდი მე მომიტანე ქათმის სალათა. ყველიანი და ლორიანი სენდვიჩი, 2 ცალი. 2 ცა. ხვეზელი. 3 ნაჭერი იმერული ხაჭაპური. 3? არა, 3 რა არის 4 იყოს. 4, ხო. ჩაი და ნამწყვის ასორტი. კარგი, გასაგები. ესე იგი როგორც ყოველთვის რას მაწოლებ რა არის ვერ გავიგე. რა ვიცი. მიდივარ. ხელებს დავიბან და მოვა. როგორ
შეიცვალა ეს გოგო ზურა. რა ჭირს? გურ შეიცვალა. რა ჭირს და უმადობა. საერთოდ არ ჭამს საჭმელს რა. რაიგე? არა და რა გოგო იყო შენ არის? მეტა ისეთი ეკა გახდეს 98 კილო და 900 გრამი. ეკა იყო 98 კილო? და 900 გრამი. ნუ გამოგჩა 900 გრამი. აბა? არჯერა. რა ვქნა გეუბნება 98 კილო და 900 გრამი იყო მეთქი. რანაირად არჯერა ეხლა ვერ გავიქ. ვა. ნახე რა ვიკონი სამზარეულოში. რა არის ხა ეს? მეორე წამოგიღო ზურასთვის ბარემ. ის მეორე შემომეწამა. კიდე მაგათი. იცი ამახსენებს საქმე მაქვს და მეჩქარება უნდა წავიდე რა. არცა გამიდი ხარ? ეხა ბავშვი ვიყავ დალევას. პატა დასხირა მე. დაჯი. მედი. კაცო, დაჯი. მომძანით ბატონო. ახლა მე თქვენ გაგაცნობთ როგორც შეგვირდით. ირაკლი ძმა როგორ ახლა? რა რამდენი ხანი ერთად არ დაგვილებია, როდის ჩავსხდეთ, ჰა? გამოგვიარე, ნუ ვიკარგები. ეს ეკა? კაცრავად, ამ გოგონაზე მეუნებოდით გამოცდილი არქიტექტორი და სერიოზული პიროვნებაო? პატა დაასხირა მე, გაშრა ხელი, გაშრა. არა, ამაზე არ გეუბნებოდით. ეს გამოცდილი არქიტექტორი არ არის. ეს არის ეკა, ჩვენი მეგობრის და არის გამოცდილი არქიტექტორი დაბარებული მყავს და მოვიდა გამოცდილი არქიტექტორი, დიახ, გაიცანით ამირან ტუნაძე. ეს გახლავთ ამირანი, თანამედროვე მშენებლობის კორიფე და თანამედროვე არქიტექტურის შუბერტი. სასიამოვნოა ბატონო ამირანი. სასიამოვნოა ჩემთვის. კაცრავად, რომელ პროექტებზე გიმუშავიათ? მე ახლა გეტყვი რა. კონიაკის დასახლებაში რო შედიხარ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ჩამოთვლა არ გვინდა მე პირდაპირ გეტყვით რომ ბატონი ამირან ტუნაძეს ნაირი არქიტექტორი დღეს ქალაქში არ დადის. ასეთი არქიტექტორი დღეს საქართველოში არ დადის. ასეთი არქიტექტორი დღეს რეგიონში არ დადის მთლიანად. უბრალოდ გაციებულია და ახველებს. მოხარული ვარ ბატონო ამირანო. მე სასიამოვნოა დიახ, გაგაცანით. და იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. იცით ახლა მე ცოტა უნდა დავფიქრდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემოთავაზებები. ერთი წუთით. რა თქმა უნდა თანახმა ვარ, რა თქმა უნდა თანახმა. მაშინ შეგვიძლია დავსხდეთ და უკვე დეტალებზე მოვილაპარაკოთ. არა, მოდი ასე მოვიქცეთ. ბატონო ლევან, აქ ხო არ ვისაუბრებთ. წავიდეთ ჩემთან კაბინეტში, მერიაში, მანქანა გველოდება, ბატონო ამირან მოვძანდით, დიახ. წავუძეთ ბატონო ლევან, წავუძეთ, დიახ, მოვძანდით. რა ხდება და ეს რა გამიკეთა? რა გამიკეთა? შენ ვარ შემოსულიყავი, ეხლა დავიღუპებოდი რა. ირა. ისე რა მაგარი გოგია. ხო. 20 ლარი სასესხებლად ჩამოვედი. სამსახური მიშოვე. კინეცელი, როგორ გაგიმართლა, როგორ. ირა. ხელფასამდე 20 ლარი მასის. თამრი ვეტყვი, აბა რას ვიზამ, ვეტყვი, გადავცემ ვახოც, კარგი, გაკოცე. შენ ძალიან ლამაზი ხარ. კარგად, კოცნი. აი, რას საყვარელი. ვის ლაპარაკებოდი კეთება? შენ დასლაშიკო, თამარს ველაპარაკებოდი, რას საყვარელი და როგორი კარგი ადამიანი და პიროვნებაა ჩემი ერთადერთი და მიცლაშიკო რა გააკეთა, მოკიდა ესე ვალოდიას ხელი და კინოში წაიყვანა ბავშვი. როგორი გოგოა ხო და დამიბარა. ჩემი ვახუნა აბაზანაში ეთყობა, ესე რაღაცა წესი გდებაო ხო და რო გამოვა, მე ვახუნას უთხარით რომ ბავშვი წავიყვანე კინოშიო. მე ძალიან მაგვიანდებაო, თორე მე თვითონ ვეტყოდიო ხო და ვახო რო გამოვა, ხო ვუთხრათ რომ არ ინერვიულო ჩვენა ბახო. აი მე როგორი დამყავს შენ მე ბავშვებთან გავალერთ მიშიკო და გიორგის მე რაღაც ახალი სიმღერა მინდა ვუმღერო. ვა, ვაშა. თამარიან ვალოდი არ გინახავს? ჰა? ვახო. მოიცა შენ არ გაგიგია? რა? თამარის ყვირილი არ გაგიგია? ჰა? ეთყობა აბაზანაში არის მოდა. არის. რა?
აყიდა თამარი. რა არისო ესო? მე აქ ძიძა ვარ თუ რა ვარო? როდემდე უნდა ვიყო ამ ვალოდიასთანო, რა სად უნდა წავი როგორ რანაირად უნდა გავაკეთო და მოკი გაბრაზდა, გაგიჟდა, გადაირია, ვერ დაკეთებარმა, ვერ დავაწყნარეთ, მოკიდა ხელი და უნდა წავიყვანო ეხლა და წაიყვანო მოკიდა ხელი და წაიყვანო იმაში აეროპორტში. რას მაიმუნ? რას მაიმუნ? მართლა გეუბნები, აეროპორტში წაიყვანო. მოიცადე. აი, მოდი ვახო, შეხედე. ხელი აქ ჩაკიდებული და როგორ მიარბერინებს, რო არ დააგვიანდეს რეისზე. მოიცა. იქ როგორ კარგად ექცეოდა ჩემთან კაცო, ეფერებოდა კოცნიდა. თამარ! მოდი. რა ყველაფრის გჯერა შენ კიდე რა ყველაფრის კინოში წაიყვანა.